საღამომშვიდობისა მეგობრებო, დღეს არის 21 აგვისტო და ეხლა არის საღამოს 8 საათი. მე არ დაველოდები სხვების შემოსვლას, მე თანდათან ყველა ნახავთ ამ ვიდეოს და დავიწყებ ეხლა იმ განცხადების კეთებას, რომელსაც შეგპირდით გუშინ წინ. რაღაცა ინტერნეტი აყოვნებს, მე მგონია. თუ შემოვალ თუ არა ვნახოთ. ვინმე. კი ბატონო ვარ ეთერში. ესე იგი, მეგობრებო, მე ხა თბილისში ჩამოვედი გუშინ, ჩავრჩი დღეს ისე უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ რატომღაც ჩავრჩი და არა ვარ იმისათვის მზად. სულ მასშტაბიანად წარმოგითხრათ ის ყველაფერი, რაც განცხადებაში მინდოდა, მაგრამ არა უშავს, ვინაიდან შეგპირდით, მე ამას დავიწყებ ეხლა პირველ ეტაპს და მეორე ეტაპს უფრო დაწვრილებით და კონკრეტულად მოგახსენებთ ზეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრმა ჩათვალა, რომ ასე ვთქვათ, გული ავიყარე და გავედი განზე და ასე შემდეგ, ნუ პრინციპში ამისთვის იყო ეს დიდი ხნის ბრძოლა, მაგრამ როგორც თუინმე მიხვდა, მე ყოველთვის მაქვს შანსი და ამ შანსს გაძლევთ თქვენც. ანუ ერთად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. ეხლა რაში მდგომარეობს ეს შანსი, მეგობრებო. ვინაიდან და რადგანაც თქვენ იცით შემაგორმა კარგად, რომ დაიწყეს ახალი დიდი თამაში და ეს არის კიდევ ერთხელ ქართველების გასაბითურებლად და აი ამ წრეში შევიდა სწორედ ის ჩემი სამეგობრო წრეც, რომელმაც ყველამ მიგანა, ასე ვთქვათ, და დავრჩი აბსოლუტურად მარტო. მარტო, იმიტომ რომ სრული სიმართლე არავის არ უნდა, არავის არ უყვარს და მაინც გადაწყვიტეს ბოლოს, რომ არაფერი ვარ გამოგვდის და მაინც მოდი რაღაცა მაინც ეშმაკს რაღაცა თითი მივცეთ, ან ნეკა და ან რაღაცა გავაკეთოთ. გამიგეთ? მაგრამ ეთქობა ბევრმა არ იცით, წერეთლის ხაბარი კიდე წაკითხული არ აქვს, რომ ეშმაკის გაკეთებული სიკეთისაგან მე რა გამოვიდა ბოლოს. ხო? კარგით, ეხლა ხანს მეგობარმა კიდე ნახა ახალი ინფორმაცია, რომ აქვე თბილისის ახლოს ურიებს უკვე უყიდიათ 17 ჰექტარი, 1000 ჰექტარი მიწა და იწყებენ საცხოვრებელი სახლების შენებას. პრინციპში თქვენ ყველას გახსოვთ იმდროინდელი, ძველდროინდელი სახაროვის დივიზია, ასე ვთქვათ, რომ გრუზია ხარაშა ბრეზ გრუზინო. ანუ საქართველოს კარგია ქართველების გარეშე. ამ ტექნოლოგიას დიდი ხანი ამუშავებენ და პრაქტიკაშიც იყო ჩაშვებული და სწორედაც რომ ბოლო დროს ქართველების კარის გაღება უცხოეთში რამაც კიდევ გეტყვით, კიდევ დიდი პლუსი გაუკეთა ჩვენმა პატონმა დიდმა ურიამ ილია მეორემ და მოუწოდა ხალხს, რომ კი ბატონო იყავითო იქ, წადითო იქ იმუშავეთო და ემიგრანტებს უთხრა აგრევე, რომ მოხვალთო, იყავითო იქ, სადაც ხართო იქ, თქვენი ქართველობა იქ გაატარეთო. ეს ყველა გვასოს, ხო? ყველას ყველაფერი ხომ გვასოს, ხო? კი ბატონო. აქედან გამომდინარე, მე თუ გახსოვთ ისიც, რომ შარშან იყო თუ არ ვცდები, როდესაც მე გოიმი მე-7, მე-8, მე-9, მე-10 ფილმი რო დავდებ ბოლოს და სადაც მქონდა ფარული გეგმა ურიებისა საქართველოს მიმართ. მგონი გახსოვთ, ხო? თუ გნებავთ გადაგიმეორებ კიდე ახლო ჟამში. რომ უკრაინაში ტარდება, ასე ვთქვათ, სამხედრო ენით და ოპერაციით ურიების ჩასაკლებად, რომელიც უკვე ამ წლისათვის პირველი ეტაპი დამთავრებულია და ჩამოსახლებულია უკვე 5 მილიონი ურია. მეორე ეტაპი იქნება 29 წლისთვის. ნელა რა თქმა უნდა, ამ წელიწადის განმავლობაში არ გაჩერდებიან ისინი, მაგრამ ეტაპობრივად გეუბნები თუ როგორ დაგეგმილი და შემდეგ იქნება 12 მილიონი. ჩვენ ყოველთვის სხვაზე გვიკეთებენ ორიენტირს და ესენი ყველაფერს ყიდულობენ, უკვე იყიდეს და კიდევ იყიდიან. რაზედაც არც ერთი ტელევიზია და არც არავინ ამაზე არ საუბრობს მომავალ. ამიტომ დღეს უკვე რეალიზებაში ჩაშვებულია პროექტი საქართველოს ქართველების გარეშე.
და ზოგიერთები რო ყვირიან, აი ინდოეზიელი და ის მალაიზიელი და ინდოელი და ერთი ამბავი და სპარსი მას ეს ამდენი ხანია აგერ ბატონო თბილისში რო გავყვირი ვარ მე რომ მარჯანიშვილზე დავით აღმაშენებლის გამზირზე მთელი მუსულმანური სამყარო არის ჩაბუდებული. ისინი რო არ გაყარეთ, იმის შედეგია ის ეხლა რაც არის თბილისში აგერ. და მალულად კიდე ურიები შემოდიან და სახლებიან უკვე დიდი ხანია. და ხვალდაზე კიდე უფრო მეტი იქნებიან. კარგით, ეხლა ამ სოციალურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ იმებზე ეხლა მე არ მინდა საუბარი, ეს იყო განცხადების ის არის, მაგრამ ცოტა პერიფრაზი გავუკეთე. და გამომდინარე იქიდან რომ როგორც თავიდან დავიწყოთ, ყველა მიცით რომ მე დამტოვეს მარტო და დავრჩი. გამომდინარე იქიდან მე ვიყევ საკუთარ თავზე ყველაფერს და ესეც იქნება ჩემთვის ბოლო გაბრძოლება და თქვენც, ვინც გვერდში დამიდგებით, მოგცემთ ბოლო შანსს. იქნება და კიდე რაღაცა გვეშველოს. იქნება და საქმე გმარო შემდეგში. ვინაიდან ეხლა არის აგვისტო, დასვენების პერიოდია, სექტემბერი, ბავშვი, სკოლები, ერთი ამბავი, არავის არ ცალიან, მოკლედ ეცა. ოქტომბერში არჩევნებია. როგორც კი ოქტომბერში არჩევნები დამთავრდება, მე გეტყვით რიცხვს წინასწარ და ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ერთ ადგილას. რა თქმა უნდა, ამ ადგილს მე წინასწარ ვერ დავასახელებ. ერთი კვირით ადრე, როდესაც მივალთ იმ დრომდე და თუ მოხდა ეს საერთოდ, ერთი კვირით ადრე დავანონსებ და ყველას მოგიხდებათ იქ მოსვლა. მოსასვლელი გაგიხდებათ, მეგობრებო. თუ გვინდა რომ საკუთარი თავის წინაშე, საკუთარი მომავლის შთამომავლობის წინაშე, მერთის წინაშე და ერის წინაშე ვიყოთ მართალნი. ჩვენ იქ შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ ჩვენი გავაკეთეთ. აწის ყვებმა გაკეთოს ყველაფერი. გამომდინარე იქიდან რომ 56 წლიდან 23 წელიწადი და ცოტათი მეტი კიდე მე ამ საქმეს შევალიე. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ამიტომაც გეუბნებით რომ ესეც ჩემთვის იქნება ბოლო გაბრძოლება და თუ ესეც არ გამოვიდა არაფერი, მაშინ თქვენს რაზე უნდა შეგაწუხო და მე კიდე როგორ გითხრათ ხა. ცხოვრების ნახევარი და ცოტა მეტი, ცოტა არ არის ამ საქმეში რომ შეალიო ადამიანმა. მე მაქვს ოქროს ხელები, მაქვს ნიჭი და ტალანტი ბევრი რაღაცის კეთებისა. აქამდე მე ყველანაირი ბიზნესი შემეძლო დამეწყო, ყველაფერი და ჩემს ოჯახის მაყოფილი იქნებოდა და დალაგებული და ყველაფერი. არადა მე ამდენი წელიწადია, 23 წელზე მეტია, რომ მე ჩემს თებზზე ვერავარ ნორმალურად. გამომდინარე აქედან, მეგობრო, მე გთავაზობთ ასეთ გამოსავალს, როგორც გითხარით, შევიკრიბოთ ერთ ადგილას. ოქტომბერში, ანუ არჩევნების დამთავრების შემდეგ, რიცხვს დათარეს დავასახელებ წინასწარ და იქ მე თქვენ წარმოგიჩენთ იმ გზას, თუ რომელი გზა გადაარჩენს ქართველობას. არ შემყავს ალიანსში არავინ, ან ვინ უნდა შევიყვან, როდესაც ყველამ უკვე განზე გადია. და ეშმაც მიყიდა სული. კაციშვილი არ დარჩა. მართალია, თქვენ იფიქრებთ, ხა ერთმა კაცმა როგორ ერთი მერცხალი იმას ვერ მოიყვანს, გაზაფხულს ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ხო? კი ბატონო, მაგრამ ჩვენ შანსი არ გავუშვათ ხელიდან, ჩვენი ძალისხმევა, რაც აქამდე ვიბრძოლეთ ყველამ ერთად, ხო? ეს დუღაბი და ეს ენერგია არ ჩავაყჩოთ და გამოვიყენოთ ბოლო ბრძოლისათვის მაინც. მე თქვენ განახეთ გზას თუ რა არის გამოსავალი და თუ როგორ შეიძლება ამ ქვეყნის სულიერად გადარჩენა. მატერიალურად არ ვამბობ, მატერიალურად ყველა აშენეს ამ ქვეყანას, გამიგეთ? სულიერად გეუბნებით. იმიტომ რომ სულიერების შემდეგ მატერიალურ კიდევ უკეთესად გაუკეთესდება ეს სამყარო, ეს ქვეყანა. მაგრამ ყველაფერი ამისათვის როგორც ყოველთვის და
დედამიწა და კაცობრიობა არსებობდა ასე. ყველა იდეას სჭირდება, რა თქმა უნდა, მატერიალური მხარდაჭერა. როდეში მე ხა ერთ წამს შუქს ავანთებ აქ თუ არა, ძალიან ის არის, როგორც ხედავ, ხრება. აი ყოფილა შუქი ნორმალურად მაპატიეთ უცებ ბნელდება უკვე. მოკლედ მეგობრებო, ბევრი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჯერ ერთი დავიწყეთ ღვთისმშობელზე, რომ მქონდა გამოსვლა ზუგდიდში და იქ თვითონ საპატრიარქოს ადამიანები რომ მისვლიდნენ დღეს სცენაზე რო ვიდექი, ხო გახსოვთ, ხო? იქიდან დავიწყეთ ცდილობა რაღაც მატერიალური სახსრების შეგროვებისა, რომ რაღაც ხალხი შეგვეგროვებინა და ერთი ამბავი ვერა და ვერ შეგროვდა. შემდეგ კიდე იყო ცდილობა ტელევიზიისა, ვერა და ვერ შეგროვდა, 2 წელი ესე იგი გროვდებოდა ის თანხა, რომელიც საჭირო იყო და ეს 2 წელი უკვე ისე გაიფანტა, რომ უკვე არც ვერაფერს გააკეთებდა ადამიანი. ეხლა კიდე რო იყო ცდილობა იმის შემდეგ კიდე, სწორედ იმის შემდეგ იყო, რომ ეს სამთვიანის ასე ვთქვათ, თუ რამდენი იყო 2 თვეზე მეტი იყო მგონია, პაუზა გამოვიდა, იმიტომ რომ არაფერი ამ საქმიდან არ გამოდიოდა. ეხლა სხვები გახსნიან ტელევიზიებს და ისინი წარმოგიჩნდებიან თქვენ, როგორც ქვეყნის მსნელები. ისევ მაპატიეთ და შეჭამს ხალხი ამას, ისევ გააბიტურებენ ხალხს და მაინც და ყოველთვის დარჩება ისევ და ისევ ურიგების ხელში ეს ქვეყანა. კი, მართალია მსოფლიო ჯერ მათია, ჯერ, მაგრამ მალე შეიძლება ყველაფერი. და ამ ცვლილებების მიღმა არ მინდა რომ დავწეთ ჩვენ. სწორედ ამიტომაც გეუბნებით რომ გამოვიყენოთ ეს ბოლო შანსი, სანამ მე კიდე პირში სული მიდგას, სანამ კიდე ძალა და ენერგია მაქვს, სანამ კიდე არ დამithმია და დროშა არ დამიშვია. ვისაც კიდე გული გიზგერთ, მე ხვალ არა და ზეგ კიდევ დავაკონკრეტებ იმ გეგმას და ზეგვე იმ ვიდეოს შემდეგ დავდებ ანგარის, პრინციპში ანგარისი ბევრმა იცით. და ვცადოთ, როგორც სიტყვიან, ჩიტი ბრუნად ღირს, თუმცა ეს ჩიტის ამბავი არ არის. ძალიან სერიოზული ამბავი არის, ვინაიდან საქართველოს დღეს არის დიდი ბატალიების მომსწრე და ჩვენ ასე იოტის ოდენა ქვეყანა შევეწირებთ. არა ფიზიკურად როგორც სიტყვიან და ესე განადგურები და რაღაცა ომები და რაღაცა, არა, ომები ჩვენ გვერდში აგვივლის, მაგრამ სულიერად გაგვანადგურებიან და ქართველები დარჩებიან, უბრალოდ საქართველოს დარჩება ქართველების გარეშე, რაც ვიქენებით რაღაც პროცენტი. ასე უკვე არაფრის გაკეთება არ შეიძლება. მაგრამ იმ რაც დარჩენილია, იმასაც ესე გააბიტურებენ, რომ უხაროდეთ, რომ აი ჩვენ ხო ქართველები ვარ და მაინც ვართო. გესმით? კარგით, არ მინდა ახლა ბევრი ხანი რამდენი ხანია, აი 15 წუთი ეყოფა ახლა ამ პირველ განცხადებას, მეორე განცხადებას როგორც გითხარით, უფრო კონკრეტულად მოგახსენებთ ზეგ და დავიწყოთ. ეს იქნება ბოლო გაბრძოლება ჩვენ ამისათვის მოგვეცემა ეს აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი თვე. არა მაინტერესებს რომ 5 და 7 და 10 თვე და წელიწადი და 2 წელიწადი რო ველოდოთ რაღაც გარკვეული თანხის შეგროვებას. ასე არ გამოვა ჩემო კარგებო. აი ეს წინა ლაივში რომ ამბობდი დამაკმაყოფილებელი და რომ მოусმინა და კარგია და ყველაფერი, თუ 50%-მა მაინც ფეხზე არ დადგა და ასე ვთქვათ ხელფეხი არ გამოიღო, ეს საქმე არ გამოვა. და თაშკიას ვერ ხოიც თუ ნაწილი რო არის იქ სოფიკო ჭიარული და ემათის რაზასაციმელია რო დაიჭეს წინდა რო ჩამოსვამს და იქ ქალები რო დაიწყო ვიღაცამ კივილიო და მე დავიწყებთო ჩვენ გამიგეთ ყველას ვისით უნდა რაღაცის გაკეთება 150-დან 120-დან 175 ადამიანობამდე მეგობრამდე სწორედაც რო იყო ყოველთვის აქტიური დანარჩენ შორიდან იყო მაყურებელი ასე არ გამოარჩენო კარგი ასე არ გამო სწორედ ეს იყო ის ჩემი მიზეზი აი ეს ორთვიანი ასე ვთქვათ დაპაუზების გინდათ ბრძოლა და
გვინდა გადარჩენა 50% მაინც ფეხზე უნდა დავდგეთ. მეტად არ გამოვა ესა. ტელევიზიის ყურები და TikTok-ი და ხელებზე თითების მომხანით საქმე არ გამოვა. ყოველ იდეას ჭირდება ქმედება, სიტყვა. ილაპარაკე რამდენიც გინდა თუ ის ქმედებაში არ მოიყვანა და მე ამის შანსი რამდენჯერ ვთქვი და ვერ გამოვიდა. და როდემდე უნდა ვიყვასე, ვილაპარაკო, კი, ბევრი ამბობს რომ აი სასმენია, მართალი ხართ, ყველაფერი, მაგრამ როდემდე ვილაპარაკოთ ასე. ქმედებაზე როდის გადავიდეთ? გვეყო უკვე. გეუბნებით კიდე 7 ტერაბაიტი მაქვს ზურს უკან ინფორმაცია. ერთი მეორეზე უარესი და გასაგიზებელი. მაგრამ ის რაც დღემდე გითხარით, განა ეს საკმარისი არ არის? და გადავიდეთ უკვე საქმეზე. მოგეცემ ამისათვის გეუბნებით კიდე 2 თვე ნახევარი მაქსიმუმ მორჩა. მეტი დრო ჩვენ აღარ აგვაქვს. კარგით, გაგაბრძანდებოდეთ, ჩავეტიეთ 15-16 წუთში და მეორე და უფრო კონკრეტიზირებული განცხადება იქნება ზეგ. დღის პერიოდში შევეცდები, არ ვიცი ჯერ როდის. პოსტს დავდე უფრო სწორედ ხვალ. და დავიწყოთ ქმედება. ჩემგანაც გეუბნებით, ეს იქნება ბოლო შანსი, ბოლო გაბრძოლება. თუ ვინმე ხართ მებრძოლი, აგეთ ჩემი თავი და თქვენი ხმალი. თუ არა და მე რა გავქნამეთ. მეტი თავზე ზემოთ ძალა არ არის ხალხი. აბა კარგად ბრძანდებოდეთ და მოვალ შეხვედრამდე.